დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გავიგებთ ვინ არის მონკი დი ლუფი, იგივე მუგივარა. ავხდით მის ყველა ძალას და საიდუმლოს ფარდას, ამიტომ დარჩით ბოლომდე. მონკი დი ლუფი ანიმე და მანგა One Piece-ის მთავარი გმირია, რომლის ვინაობა, წარმომავლობა და ძალები სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე უბრალო რეზინის ბიჭის ისტორია. დავიწყოთ. ლუფის რეალური ძალები და ნამდვილი ეშმაკის ხილი. წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ლუფის შეჭმული ჰქონდა პარამესია ტაიპს ხილი, გომუ გომუნომი. რეზინის ხილი იგივე. თუმცა ვანოს არკის დროს გაირკვა, რომ მსოფლიო მთავრობამ ამ ხილის რეალური სახელი და თვისებები 800 წლის განმავლობაში დამალა. მისი ნამდვილი სახელი კი გახლავთ ჰიტონომი, მოდერნიკა, იგივე მითიური ზოანი. არსი. ეს ხილი მფლობელს ანიჭებს მზის ღმერთის ნიკას ძალას და ფორმას. ნიკას ისტორიაში ცნობილი იყო როგორც განთავისუფლების მეომარი, იგივე მეომრების ან მონების განთავისუფლების, რომელიც მონების განთავისუფლებაში ეხმარებოდა ხალხს ღმერთს ჩუქნიდა. გიარ 5-ის გაღვიძება. ახლა კი გადავიდეთ მონკი დი ლუფის მუგივარას ნამდვილ ძალებზე. გიარ 5 მან გააღვიძა ვანოს არკის დროს. ხილის გაღვიძებისას ლუფი აღწევს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმ პიკს. მისი თვები და დასაცველი თეთრდება. გული კი იწყებს რიტმულ მოძრაობას, რომელსაც დრამები ჰქვია. ამ ფორმაში ლუფის სხეული იღებს აბსოლუტურ თავისუფლებას. მას შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი სხეულის, არამედ გარემოსა და მოწინააღმდეგეების რეზინად გადაქცევა და ფიზიკის კანონების დარღვევა. ხო, მისი ძალები არა მარტო დემონურ ხელს ეპყრობა, მას გააჩნია 3 სახის ჰაკი, რომლებიც არის სამეფო ჰაკი, შეიარაღების და დაკვირვების ჰაკი. მოდი სამეფო ჰაკით დავიწყოთ. ის კი ფლობს უმაღლეს დონის სამეფო ჰაკს, რის საშუალებითაც შეუძლია დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგესთან შეუხებლად. დავიწყოთ ახლა შეიარაღების ჰაკით. ანგრევს ობიექტებსა და მტრებს შიგნიდან. მან ვანოს არკის დროს გამოაღვიძა ისწავლა რიო, რასაც ქვია დაურტყმელად მისი ოპონენტის დაზიანება. შინაგანად რა თქმა უნდა. ასევე აქვს დაკვირვების ჰაკი. შეუძლია მომავლის რამდენიმე წამით წინასწარ დანახვა. ეს კი მაშინ გამოაღვიძა, როდესაც ბიგმამის ერთ-ერთ მეკობრეს კატაკურის ებრძოდა, რაც ძალიან რთულია და ძალიან გამოსადეგები რამეა. და ვინ არის ლუფის სინამდვილეში? ალბათ ყველას გაგიჩნდათ კითხვა. რა თქმა უნდა მეც. პირველი თეორია მოიცავს ჯოი ბოის რეინკარნაცია თუ მემკვიდრე. 800 წლის წინ ცარიელის საუკუნის დროს არსებობდა ლეგენდარული ფიგურა ჯოი ბოი, რომელმაც დატოვა საგანძური One Piece კუნძულ ლაფთეილზე. ზოგიერთი თეორიის მიხედვით ლუფი ჯოი ბოის პირდაპირი რეინკარნაციაა. უფრო გავრცელებული თეორიით ლუფი რეინკარნაცია კი არ არის, არამედ ნების მემკვიდრეა. მან გააღვიძა იგივე ხილი და იაზრებს იმავე იდეალებს, აბსოლუტურ თავისუფლებასა და სამყაროს განთავისუფლებას. სუნეიშამ გიგანტურმა სპილომ იგივე გიარ 5-ის გაღვიძებისას თქვა, ჯოი ბოი დაბრუნდა, რაც მეუთითებს იმაზე, რომ სუნეიშა იყო ძალიან მოხუცი არის ახლა სპილო როგორც და იყო ჯოი ბოის ერთ-ერთი მეკობრეთა გუნდის წევრი ან რაიმე ახლობლობა ჰქონდა მასთან. თეორია მეორე მოიცავს ლუფის საიდუმლო მიზანი. ლუფის მიზანი არ არის მხოლოდ მეფეთ მეუზღაურობა, ანუ მეკობრეთა მეფეთ გახდობა. სიუჟეტში რამდენიმეჯერ გამოჩნდა, რომ ლუფის აქვს კიდევ ერთი საბოლოო ოცნება, რომელიც მან გაანდო ერთს, საბოსა და თავის ეკიპაჟს. მათი რეაქცია იყო გაოცება და სიცილი. თეორია ლუფის საბოლოოებაა სამყაროს მასშტაბით უზარმაზარი წვეულების ფართის მოწყობა, სადაც ყველა რასისა და ფენის ადამიანი ერთად იზიარებს, ან ყველა ოკეანის გაერთიანება, ოლბულ და საზღვრების კედლების დანგრევა. ხო, ახლა შევეხოთ D ინიციალს, მონკი დი ლუფი. ლუფი არის D ინიციალის მატარებელი. D კლანის წევრად ითვლება. მსოფლიო მთავრობისა და დრაკონების ბუნებრივ მტრებად. ღვთაების ბუნებრივი მტრები არიან D ინიციალის წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ასე იყო. თეორიის თანახმად D აღნიშნავს ძველ ცივილიზაციას, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის. ლუფი არის ის, ვინც მზის ალიონს მოუტანს სამყაროსა და ახმობს ნელა-ნელა დაზირულ ბნელ მსოფლიო წესრიგს. ალბათ ყველას გაინტერესებს, რატომ არ არის ცნობილი ლუფის დედის ვინაობა. მოდი ცოტა განვავრცოთ. ლუფის მამა არის რევოლუციონერების ლიდერი, მონკი დი დრაგონი, ხოლო მისი პაპა ბაბუა საზღვაო ქვეითების გმირი მონკი დი გარბი.
დიდი შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რაც ძალიან გასაკვირია. იმიტომ რომ მოკიდი დრაგონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მეტად შეფასებადი კრიმინალია. მოკიდი გარპიკი საზღვაო ქვეითების ნამდვილი გმირი. თეორიები. ზოგიერთი თეორიით დედამისი იყო ამაზონ ლილის ყოფილი დედოფალი, ან ცარიელი საუკუნის საიდუმლოებებთან დაკავშირებული წმინდა მიწის მარი ჯუას ყოფილი მცხოვრები. თუმცა, ეიჩირო ოდას, ავტორის One Piece-ის, თქმით ლუფის ისტორიისთვის დედამისის გამოჩენა პრიორიტეტული არ არის, რადგან მას არ აინტერესებს, ხოლმე დააინტერესებს ერთი რამე გახდეს მეყოვრეთა მეფე იყოს One Piece და ეს თეორია ფარტის შესახებ სავარაუდოდ გამართლება. ხო, ისევ მის ძალებს შევეხოთ ახლა. გიარ 6. თეორიები მის შესახებ. მართლა გამოაჩენს თუ არა ლუფი ახალ ფორმას. ავტორმა ეიჩირო ოდამ გიარ 5-ის გამოჩენისას აღნიშნა, რომ ეს არ არის ლუფის შესაძლებლობების პიკი. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ კლასიკური გაგებით გიარ 6 არ არსებობს. თუმცა თეორეტიკოსები რამდენიმე საინტერესო ვერსია აქვთ. მაგალითად ის გიარ 5-ის სრული ათვისება, ოსტატობა, ნაცვლად სრული ახალი გიარ 5-ის ლუფი უბრალოდ ისწავლის გიარ 5-ის ნიკას ფორმის უარყოფითი გვერდი ეფექტებს, დაღლილობა, დაბერების ეფექტი, დაძლევას და მისი ენერგიის მაქსიმალურად გაკონტროლებას. ბერის თქმით, ზოგიერთი თეორიის მიხედვით, თუ გიარ 6 მაინც გამოჩნდება, ეს იქნება ფორმა, სადაც ლუფი სრულად გაერთიანებს გიარ 5-ის სამივე ტიპის უმაღლესი დონის ჰაკის, კონკვერორი ანუ სამეფო, არამეთი ანუ შეიარაღების და ობსერვაცენ ანუ დაკვირვების ჰაკის. და შესაძლოა შავ თეთრ ცეცხლსა მზის ენერგიას. მსოფლიო ელემენტებთან შერწყმა, ვინაიდან გიარ 5-ის მულტიფიცირებული თავისუფლება გიარ 6-ად შეიძლება მოიხსენიონ მომენტი, სადაც ლუფი გარემოზე გავლენას იმდენად გაზის, რომ მთლიანი ბრძოლის ველის წესებს შეცვლის. იმუ უსულ ლუფი. იმუს წინააღმდეგ ლუფი. საბოლოო ბრძოლა. იმუ არის მსოფლიო მთავრობის ჩრდილოვანი მმართველი, რომელიც ცარიელ ტახტზე ზის და რომლის არსებობის შესახებაც სამყარომ არაფერი იცის. ის არის აბსოლუტური ტირანიის განსახიერება. რატომ არის მათი ბრძოლა გარდაუვალი? სინათლე დაბნელების წინააღმდეგ. ლუფი არის მზის ღმერთის ნიკას სინათლე თავისუფლება, სიცილი, ხოლო იმუ ასოცირდება სიბნელესთან, სიბნელის კონტროლთან და საუკუნოვან ჩახშობასთან. ტიკლანის სურიზება. იმუ იყო ის, ვინც 800 წლის წინ გაანადგურა ძველი ცივილიზაცია და ჯოიბოი. ლუფი როგორც ჯოიბოის ნებისმიერ მემკვიდრე ამ დასრულებულ ბრძოლას წერტილს დასვამს. ეხლა მე მგონია, რომ იმუ ვერ მოერეოდა ჯოიბოის, მაგრამ ეს იყო თეორია. რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხდა იმუ ჯოიბოის, მაგრამ მან ჩაბეჭდა რამე გააკეთა. სრულად შეიძლება მომკვდარიყო ჯოიბოი და ამიტომ იმუს რაღაც ძალები გააჩნია, რომ არასდროს ბერდება, არასდროს კვდება, ხოლო ჯოიბოი შეიძლება მომკვდარიყო. თავისივე ნებით, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება დაამარცხოს ლუფი იმუ? მხოლოდ ფიზიკური ძალა საკმარისი არ იქნება. იმუ სავარაუდოდ აქვს უძველესი უცნობი ეშმაკის ხელი. ან უმაღლესი დონის ბნელი ძალა. მის დასამარცხლად ლუფის დასჭირდება არა მხოლოდ გიარ 5 ან სავარაუდო გიარ 6, არამედ გაერთიანებული მოკავშირეები, რევოლუციონერები, დრაკონისა და საბოს მეთაურებით, საზღვაო ქვეითების სამართლიანი ნაწილი კობისთან ერთად და უძველესი იარაღები. სიცილი და გათავისუფლება. თეორიის თანახმად იმუს ძალა შიშსა და სიბნელეზე აგებული, ხოლო ლუფის უნარი გარშემოყოფებისთვის იმედის სიხარულისა და თავისუფლების მინიჭებაა. იქნება ის მთავარი იარაღი, რაც იმუს ბატონობას დაანგრევს. მოდი ახლა შევაჯამოთ. დღეს მდგომარეობით GR 6 ჯერჯერობით ფანების თეორიაა და სურვილია. ოფიციალურად GR 5-ის გამოცხადება პიკად. იმუს ამ ბრძოლა სავარაუდოდ One Piece-ის ყველაზე მასშტაბური და საბოლოო აკორდი იქნება, სადაც ლუფი არა მხოლოდ ფიზიკურად დაამარცხებს, მას არამედ მსოფლიო მთავრობის 8 წლიან ტირანიას დაასრულებს. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რადგან მეტი ასეთი თეორია და ვიდეო დაიდოს.